ისისე კვაღა, ისისე ბასტო. ისისე ჩემპიონი ვინარი, თასისკენ დავიძა. ეხა vlogs ვიღებ? ეხა ვიღებ პარალელად vlogs რო იცი. ჩემპიონთა ფინალი. მეოხეში აქნატო. მინდა რომ კლიპში გამომაჩინო რა. აღარ შადდა ფაკა, ანუ იყავი სადაც გინდა, რაღაც გინდა. გამარჯობა. მოგესალმებით. ჯერ ერთ დამთავრდა თავის საქმეს და მე უნდა გამარჯვებაზე ამთავრებდი. გამარჯობა. მიხეილ მესხის სტადიონზე მოვედით, იმისთვის რომ დავესწროთ კლიპის გადაღებას, სადაც ტაჰა და ბანი, ორი ჩემპიონი გარეკავს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კვარაზე და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ შიდა სამზარეულოში შევიჭრიტოთ, გავარკვიოთ ამ ხალხის მიზნები, რატომ ჩაიწერა, როგორ დაიგეგმა, ვინ იყო მე ხა გავიგე რომ მიზნები უნდა გავარკვიო. და არაფერ შუაში არ არის რომ ტაფსონა და ფოფხა მიდიან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და ჩვენ აი ეს მოგვიწა. ეს ხა ესე კი ვიძახი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მართლა, იმიტომ რომ შიდა სამზარეულოში და ჩავიდე და გავიგო რეპერებს რა მომავალი აქვს თუ რა თქვი, მიზნები რა აქვს. მიზნები აქვს. საერთოდ ხარ ნაწყენი, რომ არ მიყავხარ მიმოხარში, ხო, ტაფსონას და ფოფხას. ხო, ტაფსონა და ფოფხა მიუხენში არ გვაინტერესებს, ესე მთავრდება. ესე მთავრდება ეს მუსიკა. ოკეი. სხვათა შორის ანდრო რაღაცას გეტყვი რა, უკან ეხა ჩემი ფორმა რომ მაცვია, მე რა ფორმაც მაცვია, ლიგა ერთმა მაჩუქა, აი უკან რო ბასტო წერია. დავიდი. მე რო თავს ზალა დავატანო და ისევ გავიჭრა წინ. ასე ვარ დაპროგრამებული win. ერთიდან ორი ქვეყანა რო ავიღე ყოველთვის გრალეცით. მიმდინარეობს Starboy-ის კლიპის გადაღება. იგი არის ორიდან ერთ-ერთი შემსრულებელი, როგორც ის ბანი მეორე სეზონის ჩემპიონი და ტაჰა პირველი სეზონის ჩემპიონი. ტრეკს უძღვნიან მომავალ ჩემპიონ ხვიჩა კვარაცხელიას. უთხარი რომ არ არის. არა, პირიქით ძალიან დიდი პატივია რომ ხვიჩაზე უნდა გავრიპო რაღაცეები. გიგუნა, შენ გავიგე რომ შენ იღებ Starboy-ის კლიპს. მივიღე. მასტერინგი შენ გააკეთე ხო? არა, მასტერინგი გააკეთა მაიკლამ. მაიკლამ გააკეთა მაიკლამ რომ Frank the fuck up Billy. ეკა კი. მაგრამ მომწონს მართლა გეუნები გულწრფელად. მინდა რომ კლიპში გამომაჩინო რა. ოღონდ ისე გამომაჩინე რა. ანუ ზურგით გამოგაჩენ. ხო, რომ მიხვდეს ერთი კომპანია ვინ დატოვა. ანუ ზურგზე რომ ბასტო გაწერია მაგას გამოვაჩენ. всё, ჯიჯი, მორჩა, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აღარ შადდა ფაკა, ანუ იყავი სადაც გინდა, რაღაც გინდა. რატომ Starboy? რატომ დაარქვით ამ ტრეკს სიმღერას Starboy? იცი, ბევრი ვიფიქრეთ და ბევრი ფიქრის მერე მივხვდით, რომ აი ძალიან დიდი ვარსკვლავია. ყველამ ვიცით, ხვიჩამაც იცის, რომ თელ ქვეყანას ძალიან გვიყვარს. ფრანგებმა იციან, რომ თელ ქვეყანას ძალიან გვიყვარს, იტალიელებმა იციან, რომ თელ ქვეყანას ძალიან გვიყვარს და ეხლა ამ კამპანიით უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ რავი, ძალიან კმაყოფილები, რომ ყავს ხვიჩა Starboy რა და ჩვენი Starboy არის ხვიჩა. Starboy ალბათ იმიტომ რომ კვარა ამდენ ხნიანი პაუზის მერე ქართულ ფეხბურთში არის ვარსკვლავი რა. მე თუ მკითხავ, საერთოდ პირველი ვარსკვლავია ქართულ ფეხბურთში რა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მაგარი ფეხბურთელი ყოლია, როგორც ვარსკვლავი, მგონია რომ კვარა ეგ ადამიანი და ალბათ ეგ არის Starboy-ის მთავარი მუღამი. ჩვენ ესეთან და კომუნიკაციას თუ იმისთვის ძალა მიუცია, იმას კამარი დაუდია და დავაი რა, დავდოთ 100 ამჯერად. ხო, და მაშინ კონცეფცია ეგ იყო, გვინდოდა რომ მე რავს დავხმარებოდით ჩვენ ომარესთან trash talk-შიც რა. ვისთან უნდა მივსულიყავით, იმ ხალხთან, ვისაც ყველაზე კარგად გამოსდის ეს. მივედით ჩვენთან პირობისთან. ამჯერად ისინი მოვიდნენ ჩვენთან იდეით, რომ გვინდა გავაკეთოთ ხვიჩას ხარი დაუჭიროთ და ცხადიან ძალიან გაგვიხარდათ. პირველი რაც ეხლა კვარასთვის მაქვს მე პირადად და ყველად სათქმელი, ალბათ მადლობა იმისთვის, რომ იქ არის, სადაც არის თავისი შრომით და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს, აი თავს არ დაზოგავს იმისთვის, რომ მიაღწიოს ამ მიზანს. მადლობას გეტყვი ძმაო პირადად შენ. მე და შენ ერთად ვიყავით პარიზში. როცა ვნახეთ Paris Saint-Germain Liverpool-ი გაიტანა კვარამ და სამწუხაროდ გაუქმდა და იმედია ამჯერად მიუნხენში გაიტანს. გაიტანს კი. მაგრამ ის ფრაზა გაუქმებული გოლის ისტორიას დარჩა და მაინც სადღაც ტრეკშიც დარჩა და უფრო კიდე ისტორიას დარჩა. კვარაცხელია მარცხენათი დაარტყა! ისისე ბაგი! ისისე კვაღა! 64 დედამიწაზე ხვიჩა კვარაცხელია Liverpool-ს გაუტანა! და საბოლოოდ კარგადაც დასრულდა ეგ ორმაჩიანი დუელი. კი. მაინც გაიტანა კვარა. კი. და
თავისი გაიტანა მოკლედ და იმედია ფინალს გაიტანს. აი ეს ტიპი ვინ დაპატიჟა, იგეც რა. ანუ მართლა გეუბნები, ანუ რო გაიწეს გადაღება მზე იყო და გარეთ გაიწეს. მეორე დღეს აქ ჩვენთან ერთად არის კიდე ადამიანი, რომელიც ვამბობ, რომ ამბასადორი ხარ მეთქი და არა ვარო ამბასადორიო იძახით და მე მაინც ამ აზრზე ვჩები, რომ ამბასადორი არის Flow მაგაზინის რომელ ორ ფეხბურთელს აბეთხოვებთ? რომელ ფეხბურთელს ლეაოს და მემფის დეპაის, იმიტომ რომ ბარემ ბაზრო მინდა. რა გუნდს გულში შემატკროფ უცებ? აი რომ Barcelona. Barcelona-ს ხო, აი ეხა უცებ არა უხოს არ ებეკლავებოდე? აი პროსტა ბოლოთან არა უხოს არ ებეკლავებოდე? აი ბოლომდე არ ებეკლავებოდე, ხო? არ ანახებდი რომ უაიდან არ უნდა ჩამოსულიყო? სხვისას რა. სხვა ფეხბურთელს? აზარი არა. მე არ გაინტერესებს ის აბეკლავებდი? მესი რონალდოს ვადუხ ბეკლავ, ალბათ უფრო ყველას პროგრამ რო აინტერესებს. იქ ჩემი აზრით კრისტიანო მოიწონს. კრისტიანო რონალდო. შენ მეგრულად რო ფლექსავ და ამბობ რომ მეგრელი ვარ და ასე შემდეგ. ერთი მინუსი გაქვს, მეგრულად რო ელაპარაკობ, ეს უნდა გამო. ბიჭო, ვერ არა, შენ ძმობას პიცა ვარ, მე ვერ არ არსებობს ჩემთვის ვერ. აი ეს არის ჩემი მოდრული ხასიათი. კრისტიანო როგორ არ ევასება მესიზე მეტად, აი ბიჭო, კარგადაც რო ითა მისი ხასიათის გამო ვერ ვხვდები, ანუ ყველანაირად უნდა იყო, აი პლაკატები უნდა ქონდეს კრისტიანოსი და ანუ მე ერთი რაღაცა რო გემოვნებაც მაქვს, ანუ ხომ აქ ხასიათი, საფეხბურთო გემოვნებაც მაქვს. ის გამოცვართ აქ შეკრებილები, იმას რონალდო უფრო ევასება. ხო, ევასებოდა. უგემოვნოა? უგემოვნოა? ბიჭო, ეხა მე რონალდი, კარგი, ეხა ერთ წუთი, ხო? ეგრევე გადაიტანა. და რეალ მადრიდის დამხმარე. რა მაინტერესებს იცი, აი მაგალითად მოლოდინები იყო, რომ ბატონო, მოლოდინები იყო, რომ ბაპე რო გადმოვიდოდა თქვენს გუნდში, ყველა თასი უნდა მოგიგოთ, მაგრამ სამწუხაროდ ტოტენჰემმა უფრო მეტი თასი მოიგო და ჰარი კეინმა ცალ-ცალკე ვიდრე თქვენ და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? შეიძლება მენი ინტერზე რას ფიქრობ, როგორი მოლოდინი გაქვს? პარის სენ-ჟერმენი ინტერზე მაქვს მოლოდინი რო აუცილებლად შედგება აქ თამაში? ბევრი გოლი გავა პირველ რიგში, მგონია რატომღაც, იმიტომ რომ არ მგონია ინტერმა ფინალშიც გადაწყვიტოს თავის თამაშის ამას. მგონია რომ ფინალში როგორც ყოველთვის აკეთებს, ისე იგზავს რა, ანუ შეცდომას რა. ამიტომ ყვარას დემბელეს როგორ ახარ ვარ რა მიდი მოიგე ყვარა. ხო, ანუ ყველაზე დიდი პლუსი ინტერთანაც შეიძლება გქონდეს, ალბათ სწრაფი ფეხები არის და იმიტომ რომ პავარი ვიღაცები ცოტა ძლიერი სწრაფი მცველები ყავს ინტერთან და კარგი ნეტა ბარსა PSG რო დამჯდარიყო ფინალის ეტანტა ვის გაუშვებდა. ისევ ფოფხას და ტაფსონას, თუ მე და ტაფსონას, მე და ფოფხას, მე და ანდროს, ანდრომედას. ეს ეგრე უნდა თამაში, რომ ინტერიც ლატერალებით თამაშობს. ოჩე ანდროსთან მინდა რომ რა გავაკეთოთ იცი? ამოუბეჭდოთ აღწე ანუ description-ი ვლოგის რა და მე პოდკასტის რა და ვასწავლოთ რომ ვლოგი რა არის პოდკასტი რა არის რა. ხო? არა მე ვერ მოვდი. აი აუქნა ეხა უეჭველი მეგონა რომ მოვდიოდი და მე არაო რა შენ არაო. რას ქვია არ ითამაშებ თუ არ წამ? არა გეხვეწები ეხა შენ გმოგება ვწურავ თაგენ რა ვიცი თელი ისა შოუ ბიზნესის სამყარო არ გვქვა და კლიპს ვიღებ შენზე და ეხა შენ თუ არ ითამაშებ რა აზრი აქვს? გეხვეწები დაიკიდე რა გთხოვ დაიკიდე ითამაშე. ითამაშე კარჩ. ეს ერთხელ ითამაშე და მე თუ გინდა აღარ ითამაშე თუ არ გამოჩვი. კაი. კაი, პირობა თქვი. მე ხვიჩაკ ვარაცხელია პირობა თქვი. პირობას დებ რო ითამაშე, ხო? ოკეი, კაი. მე ვეცდები წამოვიდე ჩემი ხოლით რა. არა, გადმორიცხო დაიკიდე კაც. არა. კაი, მიდი კაცო. უკუმა მეჭირა. მეთქი რატომ ეს მის კოცუდაც ხო? ვა. ნახე კალე. ნახე. მე ხეში აქნატა. კაი, შეჩემა კარაქს რა უნდა სენდვიჩი? ჩემი ძმა. ვისთან არის? შენ ლოგის გადაღებაზე არ ხარ, შენ ფინალზე ხარ, ხო წელს ერთ კადრში გამოჩნდებოდა და შემოიარე სამი ხო და ვიზრუნებ იმაზე რომ ის ერთი კადრი მე დავდგა. მე ვიყო რეჟისორი ერთი კადრის. ის ამბობენ რომ ხვიჩაო ვარსკვლავს ნიშნავს მართალია. მეგრულად. თუ კაშკაშეს. არა ხო? არა. ეგ მითია? მითია. მეგრული ხო იცი თუ არა? აი, მაგრამ არ ხვიჩა არაფერს ნიშნავს? არ გამიგია რა. სიცრუეში ცხოვრობდით ამდენი. აი მგონი. წორილს ნიშნავს ხო ხვიჩაო? ნუ რენა იურსმან ხვიჩა იურსმან. აი ეგრე არის. მეგრული ხარ და არც ერთმა არ იცით რომ ნიშნავს. არა, აგე ყოვას კითხე თუ გინდა და შანსი არ არის. ეხა ერთ-ერთი დადგმა აქვს, მე აქ ეწავა, ის აქ ეწავა და შენ ვერ გადაწყვეტე საიწაფე და დარჩი სულ კამერას და წან. აი ყველა ანუ არავინ ვერ მიხვდა რა თქვი იმედში. ყოა.
ყოა, იმტკიცებ რომ ხვიჩა ნიშნავს რომ ერთი ამბობს რომ ბრწყინვალეს ნიშნავს, მეორე ამბობს რომ იმას ნიშნავს რა ქვია, წვრილსო და რას ნიშნავს, ხვიჩა არაფერს არ ნიშნავს, ხო მეგრულად? არა. მარაცმა. მაგრამ ჩემპიონს ხო ნიშნავს მომავალ ჩემპიონს. ხო. დავგუგლე და ნიშნავს ბრდღვიალას, გაბადრულს, კაშკაშას და ჩახჩახას. ჩემი. ანუ ხვიჩას ქვია ბრდღვიალა, გაბადრული. ხაჩხაჩა ხაშხაში არა, კაშკაშა და ჩახჩახა. აუ, ტაფსონას თავს ცალკე სახელი რო აქვს თვითონ ხო ნიკოლოზი ქვია თვითონ ტაფსონას თავს რო ხვიჩა ქვია შეჭი. ანუ ბრდღვიალა, კაშკაშა. ციმციმა. დაგეგმილი. სახალხო სამეგრელოში ვარსკვლავის მნიშვნელობითაც იყენებენ. გასაგებია ხო, არ მე არ ვიცოდი უბრალოდ. მაგა ხო, ნუ მაგა შენ უწიგნურობა სამწუხაროდ პრობლემური არის. ანუ ვინც არ ვიცოდი ყველას უწიგნურს ეძახე? არა თავისთავად. ხოლო შენ და ბანი იყო, ყოა იყო, ვინც თქვა, მე მეგრული არ ვიცი, პრეტენზიაც არ მქონია. ბანი და ყოა ვიცით რომ არ არის, მაგათ ეძახე შენ უწიგნურს. რო ვიცოდეთ მაინც შემდეგი ბეტლებისთვის. არა, შენი ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია. შენი ინტერპრეტაცია. გენჯუცუ მაქვს ესე. ველოტის მა. ტილი ვარ ფეხი ამიცურდა, ვა. ვარ ამის თავზე? ლეგენდარული მომენტია, ტაფსო ეძახის სვეგს, სიტყვა სვეგს. ანუ წყარო მდინარე ქალბატონი რაღაცებს კი არა სვეგს, აბა. თქოს და ნახევრად პრობლემა. აი ესა ამას გულისხმობ. ხო? შეგვიძლია ესე, არ ვიცი. ძალიან მაგარია მართლა. არა. მართლა არ ვიქენჯები თქვენ მაგიროთ, მიდი. აი ამ კადრში რო ხარ ეგეთი არასდროს არ ყოფილ. ისისე კვაღა, ისისე ბასტო. ისისე პარი ჩემპიონი ვინარი თასისკენ დავიძარი და ვიღე ყველა კარი 3 2 ისისე პარი, ისისე კვაღა. სამოთხე დამიწაზე ხვიჩა. ისისე პარი ჩემპიონთა ფინალი ჩვენ აქვართ ჩვენ მზადვართ დობა არა ვითარის ეხა მე ვინ არის ეტანტაცი გივს დაუძახო რომ ეს მომაჩვენე. ვლოგს დაელოდეთ, მართლა საინტერესო ვლოგი იქნება ძალიან. დუმარე ორი ადამიანი, რომელმაც არ იცის ვინ დაიწყოს საუბარი და არც ერთი იღებს ინიციატივას და ესე უბრალოდ ჩუმად განან სხვადასხვა მიუხედავად სხვადასხვა წერტილებში, მართლა ძალიან საინტერესო იქნება, არასდროს არ გვინახავს. დაელოდეთ, მართლა დაელოდეთ. დაგველოდეთ. ჩარლი ჩაპლინის კონკურსში რო ჩარლი ჩაპლინი გავიდა მესამეზე, ფოფხე გადის თავის კონკურსში მესამეზე და შენ უკეთ-აკეთებ, გააკეთე გიორგი ფოფხეძე, აი ტელეფონს მოგცემ. ვითომ იმაში ხარ, ფიცაიზე ხარ და უკან გულშემატკივრები რაღაცებს შობი. ხო, გიორგი ფოფხეძე სცენა. კარგი, დავიწყო, ხო? მიდი, რა უნდა რომ დაიწყო. მეცინება ეწამა. კაი. თან ეშინია უკან. ფოფხა ობიექტურად არავის არასდროს არ გამოვა შენ პაროდია უკეთ, რაც არ უნდა დაგენერატი იყოს პლაგი. ჩვენი ხვიჩა ნიკოლოზ ტაბატაძე. სტადიონი სოლიდაბი ხაზე გავწინავს ისე როგორც გამიკაჭა და იღებ ხელს უსაბე თავი და შანსი ხელა ხარო ისე დაიბადო. ია. როკო გესმის ჩემი ხო ესე? მართლა? და ეხა ვლოგს ვიღებთ? ეხა ვიღებ პარალელად ვლოგს, რო იცოდი, არ ვიცოდი, რომ ვლოგს ვიღებდი და აგერ აი ეს ტიპი რო არის, ხო იცი? მუსიკალური ესა ჟანრი რო დგას იქა. მე არ მიბაუნსია ცხოვრებაში არასდროს. ეს ბაუნსია? თუ ესა ბაუნსი. ბიჭო, აი ეს ყარი ბაუნსი. რაუნდებში პაუნდი. Which Islanders then is one zero. That's how BPM-ი როკო, ხელ მარცხნა ხელი აწია თუ მოკნოს ჩემი ბაუნსი, თუ არ მოკნოს მარჯვენა ხელი აწია. ბიჭო, პროსტა რეივში არ უნდა გადამივიდეს, თავარი ეგა რა. და სულ ბაუნსში დავჩე რა. ქართველი ბავშვები ზურგზე სულ სხვა 7 ნომერი არ არის დასახები უკან გინდა იყოს რომ ყველა აკეთებდით აი ესე რა, ერთ ტაქტშია და მოდი ესე ვქნათ რომ ყველამ ერთ ტაქტში ვაკეთოთ და ან ჩემი არ მოგეწონა რა, კაი. რომელიც გინდა ჩემი ბიჭო. ანდრო ხო მეღადა და აუხედე და ის. ვიქტორი შვილი ანდროი. ბაუნსის დებიუტი მქონდა. მადლობა ვინც მიყურებდეთ, სარწმუნებული ვარ რომ საბოლოო პროდუქტი ძალიან კარგი გამოვა და ჯერ პროდუქტს ნახავენ და მე ხვიჩა, ანუ ჩვენი დღეალა მოусმენთ და ნახავს ამ ვიდეოს, მაგრად იმას ენერგიაზე მოვა და ამოტენის იმ საშინელ იტალიურ გუნდს, რომელსაც
რომლის ხსენებაც არ მინდა. მადლობა, დაგემშვიდობებით, იმედია გაერთეთ და იმედია გაერთობით და იმედია იმედი. მაგ ყველაფრის კარგის. Ici c'est Paris.